ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვახტანგ ღამბაშიძეა, რომელიც მეორე ვადით ხელმძღვანელობს ამ მოწვევის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს. ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონის თვითმმართველობაში 2014 წლიდან მუშაობს. მისი თავდაპირველი პოზიცია გამგებლის მოადგილის თანამდებობა იყო. 2017 წლიდან კი ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. მმართველი გუნდის პოლიტიკის გაგრძელებას ვახტანგ ღამბაშიძე ამჯერად აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი ხელმძღვანელის პოზიციიდან შეეცდება. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო მმართველ გუნდს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ამ გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რადგანაც მომც ეს შანსი და შესაძლებლობა იმის, რომ ვემსახუროთ ჩემშობლიურ ქალაქს და ერთობლივი ძალისხმევით მრავალი კარგი საქმეების განხორციელებას შევუწყოთ ხელი. მერობის კანდიდატები ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 63 მუნიციპალიტეტში 11 აგვისტოს დაასახელა, მათ შორის იმერეთის მუნიციპალიტეტშიც. მისი თქმით 12-დან 9 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები მოქმედი მერები ან მოვალეობის შემსრულებლები არიან. ორში საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეები, ერთგან კი ქართულმა ოცნებამ არჩევანი პარტიულ ფუნქციონერზე შეაჩერა. იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებლებს წარმოადგენენ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია ქუთაისში დავით ერემეიშვილი, საჩხერეში ლევან ივანაშვილი, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხარაგაულში კობალ ურსმანაშვილი, თერჯულაში მანუჩა რობაქიძე, მანში ალექსანდრე გოგორიშვილი, სამტრედიაში დავით ფახტაძე, ხონში ლადო ჯურხაძე, წყალდობოში გენადი ბალანჩივაძე. ბაღდადში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდადის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, ზესტაფონში ასევე საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, ხოლო ტყიბულში დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩვენი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მმართველ გუნდში კი როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, სრული მოლოდინია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის ისე საკრებულოს არჩევნებს მმართველი პარტიის კანდიდატები მოიგებენ. კავკასიელი ლიდერების ნიკოლ პაშინიანისა და ილჰამ ალიევის ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამდგომლობით გაფორმდა, ამიერკავკასიაში არა მარტო სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ხელი მოეწერა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აღნიშნულთან დაკავშირებით სპექტრმა ისტორიკოსი შალვა თავაძე ჩაწერა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილი არის, შედგა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპს, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მეთაურებს შორის. ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით, ანუ როგორც ახლა უწოდეს მას, ტრამპის გზასთან დაკავშირებით. აღნიშნული თემა საკმაოდ განხილვის საგანია, თუმცა მე ვიტყოდი, რომ შეიძლება გარკვეული შენიშვნები თვითონ აი ამ შენიშვნებშიდაც იყოს. ანუ მე ამას დავარქვევდი ზანგეზურის ჭრილსაც ერთი მხრივ და მეორე გარკვეული პოზიტივის მატარებელიც არის. ანუ პოზიტივია ის, რომ შეიძლება მან დაამყაროს მშვიდობა სომხებსა და აზერბაიჯანელ ხალხს შორის, ეს დამთავრდეს ამით მრავალწლიანი დაპირისპირება, თუმცა როდესაც საუბრობენ, რომ ეს იქნება უფრო აი ამ საქართველოზე გამავალი დიდი გზისა ალტერნატივა არა. მე ასე არ მივჩერები ვარ ამას, ალბათ ექსპერტებიც იტყვიან სულ მალე თავის სიტყვას, ის ვერ გაუწევს წინააღმდეგობას იმ შუა დერეფანს, რომელიც დღეს არსებობს. თავისი სხვადასხვა მიზეზთა გამო, როგორც ეკონომიკური, ისე რელიეფური, გეოგრაფიული თუ ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება პოზიტივს, ძირითადი პოზიტივი მართლაც არის. პირველად მოხდა, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა სერიოზული ინვესტიციის ჩადება. ეს გარკვეულად, რა თქმა უნდა, დაეხმარება სამხრეთ კავკასიას, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, მაგრამ არის რამდენიმე
შენიშვნა ამასთან დაკავშირებით და ამ შენიშვნებიდან გამომდინარე ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა. პირველი რაც მაქვს ხედველობაში როგორ მიიღებს ამას ამ გააქტიურებას ამერიკის შეერთებული შტატების ამ გააქტიურებას რუსეთი და ირანი მე რუსეთის რეაქცია ასეთ ვისე წარმოადგენელი მაქვს მაგრამ ძალიან საშიში არის ირანის პოზიციაც იმიტომ რომ ირანი თავისი პოლიტიკურად რელიგიურად დაპირისპირებულია როგორც აზერბაიჯანთან ისე თურქეთთან არადა ეს ორი მონათესავე ხალხი რელიგიურადაც მონათესავე ხალხი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და თუ შესაძლო კონფლიქტთან შემთხვევაში თუ ეს კონფლიქტი მოხდა და ირანმა გააქტიურა უпростоრად ეს პოლიტიკური საკითხი აზერბაიჯანს ასე თუ ისე დამცველი გამოუჩნდება მაგრამ რამდენად გამოუჩნდება სომხეთს დამცველი აქ კითხვის ნიშნები ნამდვილად ჩანს რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს რომელზედაც მინდა გავამახვილო ყურადღება ფრთხილად მეტი სიფრთხილე მარტებს საქართველოს და რაც აღნიშნულთან დაკავშირებით კი პოზიტიურად შეფასდა პოლიტიკურ დონეზე ეს საკითხი მაგრამ როგორც ჩვენ აღფრთოვანებით მივიღეთ და კარგად არ გავანალიზეთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტამდე მე ბუქარესტის სამიტის შემდეგ ის გადაწყვეტილებები რომელიც მათი მიღებული და რომელიც არც თუ ისე კარგად წაადგა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას მე ვშიშობ რომ აქაც შეიძლება გარკვეულწილად მეტი დაფიქრება მართებდეს ჩვენც და როგორც სომხეთს ისე აზერბაიჯანსაც ახლა ვიმყოფებით ყოფილი აგროფაბრიკის ტერიტორიაზე, სადაც აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ფეროშენადნობების უდანაკარგო წარმოებისათვის საჭირო აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. ჩვენგან ხელმარცხნივ განთავსებულია მისაღები ხვიმირები, საავტომობილო გადაზიდვებით შესაბამისი ნედლეული განთავსდება ამ ხვიმირებში, ამის შემდგომ სადოზატორო არჩეული რეცეპტით მიეწოდება გიპერპრეს, რომელიც ზემძლავრია ამ აგრეგატით მოხდება ზუსტად დანაჭროვნება და დაბრიკეტება საზღვარგარეთიდან შემოტანილი აგრეგატი გახლავთ საკმაოდ ძლიერი წარმადობის ჩვენ თვალს ვადევნებთ ეგრეთ წოდებული სილოსის დამონტაჟებას სადაც განთავსდება სხვადასხვა სახის მასალები შესაბამისი რეცეპტურიდან გამომდინარე. ხოლო ის ნედლეული მასალა შესაბამისი ხარისხის და რაოდენობის მიხედვით ამ სივრცეში მოხდება მისი განლაგება. ფეროშენადნობების წარმოებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უდანაკარგო წარმოება. მანგანუმ შემცველი, სილიციუმ შემცველი, ნახშირბად შემცველი ნედლეული მიიღებს უკვე ნაჭროვან ფოროვან სახეს, რომელიც მეტალურგიულ პროცესებში წარმატებით გამოიყენება და მოგცემს ეკონომიკურ ეფექტს.